ჩვენი მომდევნო სიუჟეტი ქობულეთის ნაკრძალზე და სფაგნუმზეა დარწმუნებული ვარ, რომ თქვენმა ძირითადმა ნაწილმა არ იცის ეს რა არის. სფაგნუმი ხავსის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ქობულეთის მცხოვრებლებს მუდმივად იცავს, ისე რომ მოსახლეობას ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვს. ვითარების შესაძლებლად აჭარის ნაკრძალების სტუმრებისთვის ახალი ცენტრი აშენდება. ეს არის ხელამურის უზაფიქრენ ტორფში გადაადგილდება. ჭაობის ხელამური ქობულეთის დასულ ტერიტორიაზე გადასაადგილებლად გამოიყენება. სპეციალისტებმა ეს მეთოდი კურორტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სფაგნუმის გადასარჩენად შეიმუშავეს. მცენარე ქობულეთს დატბორვის განიცავს. უნიკალური ხავსით წვიმის დროს დიდი რაოდენობით წყალს შეიწოვს. სპეციალური აღჭურვილობა ტორფნარში გადასაადგილებლად იმისათვის გამოიყენება, რომ ქობულეთში დასულ ტერიტორიებზე გარემოს მოქალაქეებისგან ნაკლები ზიანი მიადგეს. სფაგნუმისა და უნიკალური ლანდშაფტის გამო ქობულეთის დაცული ტერიტორია წელიწადის ყველა დროს მეცნიერების დიდ ინტერესს იწვევს. ნაკრძალი პოპულარულია ტურისტებშიც. ეკოსისტემის ვიზიტორთა რიცხვი ბოლო 3 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა და იგი უკვე 20,000-ს აღწევს. ქობულეთის დაცული ტერიტორია სწორედ აი ამით არის გამორჩეული, რომ გააჩნია წყალმარეგულირებელი ფუნქცია, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია აი ამ რეგიონისთვის. გარდა ამისა, აქ გადის სამიგრაციო მარშრუტი, გადამფრენი ფრინველების და სექტემბრის ბოლოს, როდესაც ეს მიგრაცია ხდება, შესაძლებელია ძალიან მრავალი ფრინველის დათვალიერება, ნახვა. ისპანიური არის ყველაზე შემორჩენილი, აი ბუნებრივად დაიცვა თავი ამ ტორფნარმა იმ ადამიანის ანთროპოგენური ზემოქმედებისაგან შეინარჩუნა თავი და ამიტომ საჭიროა მისი მკაცრი კონსერვაცია. არ არის ის პირობები, რომ ვიზიტორები მივიღოთ და რასაც ქვია იმ მაღალ დონეზე მომსახუროთ. არის იგი ძალიან ბევრი პრობლემა, ჩვენ გვაქვს სასტუმრო ტიპის ოთახებით და სამწუხაროდ ადმინისტრაციის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი ამ მომრებშიც, რომ ჩვენი ვიზიტორები მოხვდნენ. ქობულეთის ტორფნარის გარდა აჭარაში კიდევ 3 დაცული ტერიტორიაა. მათ შესახებ ინფორმაციას ტურისტები ამ დრომდე დაცული ტერიტორიების ადგილობრივ სააგენტოში იღებენ. არასათანადო პირობების გამო გარემოს დაცვის სამინისტრომ ვიზიტორთა ახალი ცენტრის აშენება გადაწყვიტა. ვიზიტორებს აქ შეეძლებათ მაქსიმალურად მიიღონ ინფორმაცია ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე. ჩვენ მომავალ წელს ვიზიტორებს მართლა ძალიან ლამაზ და კარგ ახალ სერვისებს შევთავაზებთ. ადმინისტრაციული ოფისი ქობულეთის ცენტრში 1200 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. მრავალფუნქციურ შენობაში საგამოფენო დარბაზები, მოსაცდელი ჰოლი, ღია ტერასა და რეინჯერთა ოთახები იქნება. ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება. პროექტისათვის გათვალისწინებული 600,000 ლარი მთავრობამ შავი ზღვის ტერმინალის საკომპენსაციო თანხიდან გამოყო.